სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. გილოცავთ დღევანდელ დღეს იცით, რომ ჩვენი ტაძრის დღესასწაულიც არ გულისხმობ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარს, რომელიც ჩვენ სატაძრო კომპლექსშია. და ჩვენ მაინც, რადგან მარხვაში წმინდა ისააკ ასურის სიტყვებს ვკითხულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ. დღესასწაულიც ის არის და ღვთისმშობლობის ზეიმიც იმაში მდგომარეობს, რომ სათნო ვეყოთ ჩვენი ცხოვრების წესით ჩვენს დედას, დედა ღვთისმშობელს და ბაძავდეთ მას უკიდურეს გონება მიუწვდომელ თავდაბლობაში და ღვთისადმი ასევე გონება მიუწვდომელ სიყვარულში, რომელმაც იგი ამ თავდაბლობამ და ღვთისადმი სიყვარულმა და ერთგულებამ ღირსი გახა და გამხდარიყო სამყაროს შემოქმედის დედა. ჩვენ მეცხრე სიტყვას გავაგრძელებთ. ისააკ ასური ასეთ რამეს ამბობს: თელმცნობიერი ღმრთისათვის სათნო წესი. თელმცნობიერში იგულისხმება ადამიანის მდგომარეობა, როცა მისი სხვადასხვა ძალები, გონება, გული, ნებელობა, სულიერი და ხორციელი ძალები, ყველაფერი ეს გაერთიანებულია და მეტნაკლებად დაქვემდებარებულია ადამიანის პიროვნულ არჩევანს, რომელიც თანხმედრაში უნდა იყოს ღვთისნებასთან. ეს არის ქრისტიანის მდგომარეობა. ასეთი არის მთელმცნობიერი ადამიანი. ადამიანი ცალკე ხორცისთვის, ცალკე ნერვიული სისტემისთვის, ცალკე სულისთვის, ცალკე ნებისთვის, ცალკე გონებისთვის, ცალკე გულისთვის, ცალკე ემოციისთვის, ცალკე ლოგიკური აპარატისთვის, ცალკე არაფერს აკეთებს. ქრისტიანი არის ერთი მთლიანი არსება. მე ვგულისხმობ ქრისტიანი ამ სიტყვის დიდი გაგებით, რომელიც განხთობის გზაზე დგას და ამ გზაზე გარკვეულ საფეხურებს მიღწეულია და ადამიანი არის გამთლიანებული. ასეთი ადამიანი თავისუფლადაც იწოდება, ასეთი ადამიანი თავისუფალიც არის, იმიტომ რომ მის პიროვნულ არჩევანს უერთგულოს ღმერთს არ უშლის მისივე საკუთარი თავი. ასეთი ადამიანი არის მთელმცნობიერი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი გვიკლია აქამდე, მაგრამ როცა თქვათ რომელიმე წმინდანი ამ შემთხვევაში ისააკ ასური გვიხასიათებს, როგორი უნდა იყოს მთელმცნობიერი ადამიანი, მაშინ ეს გარკვეულწილად ჩვენთვის მისაბაძი მაგალითია, ნიშნულია შორს, მაგრამ მაინც საიდკე უნდა ვიაროთ. და ასევე მისი ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ღვთისათვის სათნო. ამიტომ ამბობს მთელმცნობიერი და ღვთისათვის სათნო წესი. ეხლა რა არის ეს? არ გვეგონოს რომ რაღაცა ძალიან განსაკუთრებულ რამეს იტყვის ეხლა ისააკ ასური, ძალიან მარტივ რამეს იტყვის თითქოს, მაგრამ ამ მარტივ რამეში უზარმაზარი აზრი დევს. აი ასეთ რამეს ამბობს ისააკ ასური: თვალებს არ ვაცეცებდეთ აქეთ-იქით და მუდამ ჩვენს წინ ვიყურებოდეთ. თითქოს ძალიან რაღაც ბანალურ რაღაცაზე საუბრობს. სინამდვილეში ეს არის მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც კონცენტრირებულია იესო ქრისტეზე. ეს არ ეხება მარტო ლოცვის დროს ადამიანის მდგომარეობას. ეს ეხება ადამიანის მდგომარეობას მუდმივად, როცა მოყვას ესაუბრება, როცა რაღაც სიღრმისეულ საკითხებზე ფიქრობს. რა თქმა უნდა, ეს ეხება ადამიანს, რომელიც მოძრაობს ქალაქში, რომელიც ტაძარში იმყოფება, რა თქმა უნდა, რომელიც ლოცულობს, რომელიც და ადამიანი კონცენტრირებულია რაღაც ღირებულზე მუდმივად და არ არის გაფანტული, იმიტომ რომ რა არის თვალების აქეთ-იქით ცეცება, რას ნიშნავს? როცა ადამიანი საკუთარ თავში არ იმყოფება, როცა ადამიანი არ არის კონცენტრირებული ღირებულზე, გაფანტული, დაქსაქსული, გესმით? უსაგნოდ ცხოვრობს, უსაგნოდ არსებობს. მეცაც გეტყვით, უსაგნოდ სუნთქავს. ტყუილ უბრალოდ არის. ასეთი ადამიანი არ არის თელმცნობიერი და ასეთი ადამიანი ღვთისათნოთ არ ცხოვრობს. მე აგრძელე, ხო, მუდამ ჩვენ წინ ვიყურებოდეთ, ან წინ ყურებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება გზაზე დგომა. რა არის ეს გზა? ეს გზა თავად იესო ქრისტეა, მე ვარ გზა, უფალი ამბობს. არ უქმეტყველებდეთ, ყოველი უქმის სიტყვისათვის პასუხს რომ ვაგებთ, ეს ხომ უნდა გვახსოვდეს, მუდმივად უფლის სიტყვებია. და ნახეთ, მხოლოდ აუცილებელზე საუბრობდეთ, ღმერთო მოგვეცი ძალა, რომ მხოლოდ აუცილებელს ვამბობდეთ. გესმით, მხოლოდ აუცილებელს. ეს აუცილებელი არ გეგონოთ, რომ მაინდა-მაინც თეოლოგიურ საკითხებზე საუბარია. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს აუცილებელი შეიძლება იუმორიც კი იყოს.
ოღონ მას უნდა კონდეს ის გისავსე უნდა იყოს სიყვარულის ენერგიით, ანუ ღმერთით, კვლავ და კვლავ. როცა ადამიანს რაღაცა სიხარულს მიანიჭებს შენი სიტყვით. ანუ გესმით, კიდევ მეორე აუცილებლზე საუბარი მაინდა-მაინც ღვთისმეტყველებაზე საუბარს არ გულისხმობს და არ ნიშნავს. იგი ნიშნავს ისეთ სიტყვას, რომელსაც არა დესტრუქციული, არამედ კონსტრუქციული მნიშვნელობა აქვს მოყვასთან ურთიერთობაში თუნდაც. აღშენებლობითი საკუთარი სულისათვის. ყოველ სათნოებაზე, ეხლა სათნოებაზე საუბრობს და ამბობს, რომელია ყველაზე დიდი სათნოება. ძალიან ბევრს საუბრობთ, ყოველ დიდი სათნოება რომელია, ხო? ნუ ვიცით რომ მაგალითად სათნოების დედოფალი რა არის, ცნობილია, ხო, ეს ტერმინია, სათნოების დედოფალი არის ლოცვა. ბევრი დაწერილა თავდაბლობაზე, რომლის გარეშეც უბრალოდ არაფერი არ არსებობს. რწმენაზე, თუ რწმენა არ გაქვს, ყველაფერს აზრი ეკარგება საერთოდ და ასე შემდეგ. სხვადასხვა მიდგომა არსებობს. ეხლა თქვათ, ერთ-ერთი მიდგომა ასეთია, ყოველ სათნოებაზე აღმატებული განჯის უნარია. ისააკასური ამბობს ამას, მაგრამ მანამდე ეს ანტონი დიდს აქნა თქვა. იმიტომ რომ თუ განჯის უნარი არ აქვს, ნებისმიერი სათნოება წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება. და ესეც ამბობდნენ წმინდა მამები, განჯის უნარის გარეშე ყოველი სათნოება ბოროტებად იქცევა. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რო ვიცოდეთ, იმიტომ რომ ადამიანი აი ამას ქვია ცდუნება მარჯვნიდან. არა ცოდვით ცდუნება, არამედ სათნოებით, სიკეთით ცდუნება. და ეშმაკი რო ხედავს, რომ შენ ღმერთზე უარს ვერ გათქმეინებს და ქრისტიანული ცხოვრების წესზე უარს ვერ გათქმეინებს, დაიდახავს, რომ შეუძლებელია შენ ისეთი ფსიქოტიპაჟი ხარ, რომ გამორიცხულია, რომ უკან დაიხიო ამ საკითხში. ისა მაინც არ გეშვება, ის მარჯვნიდან მოგიდგება და ეცდება, რომ შენი სათნოებანი ლოცვა, მარხვა, სიკეთის ქნა, ქველმოქმედება, რა ვიცი, მოყვასზე დახმარება, რამდენი რამეა, ხო? შენი რელიგიური ცხოვრების წესის გარკვეული, თქვათ, ნიუანსები, ყველაფერი უკონტროლო გახადოს და თავის თავს დაუმორჩილოს. და ამიტომ განჯის უნარი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ბევრი მაგალითია ამის ეკლესიაში, როცა ადამიანს ამის უნარი თუ არა აქვს, აი მოძღვრის როლი ერთ-ერთი უნიშნულოვანესი როლი სწორედ აქ არის. საერთოდ მოძღვრად ვერ გამოდგება ის ადამიანი, რომელსაც თავად განჯის უნარი არ აქვს. მე მახსოვს ერთხელ მეუფე ათანასე ლიმასოლის მიტროპოლიტმა ჩვენმა დიდებულმა მოძღვარმა მღვდლის დახასიათება ესე მოახდინა. კარგი მღვდელია ის, მე ვესწრებოდი ამ საუბარს და იმ მღვდელზე თქვა, კარგი მღვდელია ის, მას განჯის უნარი აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი. ყოველ შემთხვევაში, რომლის გარეშეც ყველაფერი დანარჩენი წყალში ჩაყრილი იქნება. ერთ-ერთი წმინდა მამის გამონათქვამია, რომ აღარ მახსოვს რომელი ამბობს, რომ მე ვიციო წმინდა მამები და წმინდა მოღვაწეები, რომლებსაც დიდ მწვერვალებს მიაღწიეს სულიერი ცხოვრებისა. მაგრამ ეს მათ როგორც ნიჭი მიეცათ, მათი სუფთა გულის ბუნებითი თავდაბლობის, სიწმინდეში ცხოვრების რაღაცის გამო და მიეცა და ადამიანი უცებ შეიძლება რაღაც განსაკუთრებული გზა არ გაუვლია, მაგრამ აი რა სასწაულმოქმედი მამაც შეიძლება იყოს, ჭრეტელი, წინასწარმეტყველი, რა ვიცი, ძალიან დიდი მოღვაწე იყოს, მაგრამ მოძღვრად არ გამოდგება ესეთი ადამიანი ამბობენ. იმიტომ რომ მას არ გაუვლია ის ყოველდღიური ვიწრო და ეკლიანი გზა, ტკივილიანი გზა საკუთარ თავთან ბრძოლისა, მრავალგზის დაცემისა, წამოდგომისა, მან არ იცის ეს მეთოდები, ამიტომ არ იცის, როგორც გამოცდილებითად არ იცის. აი რაღაც თვითნაბადი ოქროა, რაღაც ღმერთმა საოცრებები მისცა მას. ისმის, მაგრამ სხვას ვერ ასწავლის, მან არ იცის ეს როგორ ასწავლოს. მას მიეცა ესე, გესმით? აი როგორც არ ვიცით ჩვენ მაგალითად არავინ არ ვიცით, რწმენა როგორ მოვიპოვოთ. იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოგვეცათ, ჩვენ დაუმსახურებლად მოგვეცა რწმენა, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენს გვერდზე რომ ურწმუნო ადამიანი არის, ადამიანი დგას, რომელსაც კეთილშობილებაც აქვს, განათლებაც აქვს, თავდაბლობაც აქვს, მაგრამ რწმენა არ აქვს. ქრისტესადმი ვერაფერს ვერ აკეთებ იმისათვის რომ მას რწმენა მისცე, იმიტომ რომ შენ არ იცი რა უნდა ქნას იმან რომ მორწმუნე გახდეს, იმიტომ რომ შენც არ იცი როგორ გახდი მორწმუნე. აი რაღაც ამ მსგავსი რაღაცა არის. თითქოს ყოფით ცხოვრებას ეხება, რასაც ახლა ისააკასური იტყვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყოფით ცხოვრებაში ვლინდება ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ნახეთ, სხვას საუბარს ნუ შეაწყვეტინებ, როგორ გვიჭირს ეს. ნუ გამოთქვავ აზრს, ვითარცა უცოდინარი, თითქოს არაფერი არ იცი. იმიტომ რომ როცა აზრს გამოთქვავ,
და შენით რაღაც გარკვეულ სიტუაციაში იწყებ ბრძნობას და სხვების დარიგებას, შენ ამით ავლენ, რომ აი მე იცი მესმის ეგ საქმე და ყველაფერი ვიცი და ჯობია ჩათვალო, რომ არაფერიც არ იცი, როცა არ გეკითხებიან. ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, არ გვეკითხებიან, ჩვენ აზრებს ვაფრქვევთ ხოლმე. თან ნახეთ, უნდა გვეკითხებოდნენ ერთი და მეორე, უნდა გქონდეს ვალდებულება აზრის გამოთქმისა. ხანდახან არის რომ შენ სულაც არ გინა აზრი გამოთქვა, მაგრამ ვალდებული ხარ გამოთქვა შენი აზრი. ვალდებული ხარ დააფიქსირო. მაგრამ როცა არის რომ არც ვალდებულება გაქვს, არც არავინ არ გეკითხება, ის აკასური გეუნება სავალდებულოდ გითქვას, რომ ჩუმად იყავი. ნუ გამოთქვა ასეთ დროს აზრს. მდუმარებაში იყავი მტკიცე როგორც ბრძენი, იმიტომ რომ ბრძენი უფრო დუმს, ვიდრე საუბრობს. სადაც არ უნდა იყო, შენი თავი სხვებთან შედარებით უმცირესად ჩათვალე. ზოგს ეს წარმოუდგენლად მიაჩნია. მეცაც გეტყვი, ადამიანი, ურწმუნო ადამიანს შეიძლება ეს კი ვერც კი გააგებინო რაზე ასაუბარი. ვერც კი აუხსნა რაში ასაკ. მაგრამ მორწმუნე ადამიანისათვის, ვისაც ერთხელ მაინც განუცდია ღვთისმადლი საკუთარ თავში, იმას ახსნაც არ ჭირდება. ეს უბრალოდ შეხსენებაა. მორწმუნესათვის, რომელსაც ღვთისმადლის გამოცდილება აქვს, ეს არის შესახსენებლად, ხოლო ურწმუნოსათვის, ვისაც ღმერთი, რომელიც თავად არის სიმდაბლე, მშვიდვარდამ დაბალგულითა, ვისაც ღმერთის შეხება არ უგზუნია საკუთარ თავში, ურწმუნოს, ვერაფერს ვერ აუხსნი, ვერაფერს ვერ გააგებინება. ხოლო მორწმუნესათვის, ვისაც გამოცდილება აქვს, თუ როგორ შეხები ამას ცოცხალი სიმდაბლე, ანუ იესო ქრისტე, ეს სიტყვები უბრალოდ შეხსენებაა. კადნიერ და თავხეთ საუბარს ვითარცა სიკვდილს ისე უფთხოვდე. კადნიერ და თავხეთ საუბარს ვითარცა სიკვდილს ისე უფთხოვდე. დღეს მთელი საქართველო კადნიერად და თავხედად საუბრობ. ამის ყველა პირობაა შექმნილი. ამ სოციალურმა ქსელებმა საერთოდ აი კულტურა მოსპო მთელ სამყაროში. აი ადამიანი შეიძლება კადნიერიც იყო და თავხედის, მაგრამ ადრე სოციუმში რაღაც კულტურა რომელიც ოდესღაც ქრისტიანული ხომ იყო და იქიდან ხომ იყო აღმოცენებული, ხო და აი ეს კულტურა იცავდა ადამიანს. და დღეს უბრალოდ კატასტროფა ხდება. კადნიერებიც ვართ, თავხედიც ვართ და ასე ვსაუბრობთ. ჩვენ სხვის სენაკებში არ დავდივართ, ეს მონაზვნებზეა საუბარი, მას სხვის სახლებში კი შევდივართ. როდესაც სხვის სენაკში შედიხარ, თვალები დაიცავი, რომ არაფერი იხილო. ხო, ცნობის მოყარეობა ძალიან ცუდი რამეა. ვერც კი უნდა მიხვდე, ოჯახში რო შედიხარ, რა დიდრული სახლი იყო, არ იყო, რა ქონდა, რა არ ქონდა. აი რომ გამოდიხარ იქიდან და ვიღაცამ რო კითხოს, არც კი უნდა გახსოვდეს ეს. ეს შინაგანი კულტურაა ქრისტიანული. მე არ ვიცი ქრისტიანობის გარეშე ადამიანი ალბათ ქრისტიანობის გარეშე ეს კულტურაა. ეს როცა შენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, იქ რა უდევს და რა არ უდევს. აი როგორ წვრილმანებზე საუბრობს ის აკასური თითქოს, მაგრამ ეს წვრილმანები არის ჩვენი სულის მდგომარეობა ვლინდება ამაში. გზაზე სვლისას შენზე უპირატეს ნუ გადაუსწრებ, ბატოშორის ეს ცხოველებმაც კი იციან და ადამიანებმა ნაკლებად ხშირად. და თუ შენი მეგობარი ჩამოგჩა დაელოდე. ნახეთ, როცა აი თქვათ ადამიანები მიდიან, ახლა თუ მთაში მიდიან, ეგ ეს ოქროს წესია, რომ თავსა და ბოლოში ეგ ხედველობის არეში ყავდეთ ერთმანეთი, მაგრამ ზოგადად ძალიან ხშირად ჩანს ხოლმე, რომ როცა ადამიანები ერთად სადღაც არიან, შეიძლება ერთი ადამიანის შემთხვევით, რომელიც ცუდად გახდა და ჩამოჯდა, შეიძლება საერთოდ დაკარგონ. იმიტომ რომ მათ ეს კომუნიკაცია და კონტაქტი არ არის ერთმანეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანი არსობრივად ისია შექმნილი, რომ სხვა ადამიანთან მჭიდრო კომუნიკაციაში უნდა იყოს. ის უნდა გრძნობდეს სხვა ადამიანს, ის უნდა განიცდიდეს სხვა ადამიანს. მისთვის მეორე ადამიანი ძალიან ძვირფასი უნდა იყოს. აი ამ ყოველდღიურობაში, ყოველწამიერებაში, ყოფით ცხოვრებაში ვლინდება. ნუ გადაუსწრებ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. თუ შენი მეგობარი ჩამოგჩა, დაელოდე. ვინც ამგვარად, ნახე, ვინც ამგვარად არ იქცევა, იგი უგუნურია. და როგორც წესის გარეშე, ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი ბუნებაა, ჩვენი არსია ისეთი, რომ ჩვენ ერთობისკენ მიდრეკილება გვაქვს. და თუ ამ ერთობისკენ მიდრეკილება არ გვაქვს და ამ ერთობის სურვილიდან გამოვდივართ, ეს არის ადამიანური წესის, ადამიანური კანონის დარღვევა და საშნელ სიტყვას იყენებს ახლა ისააკ ასური.
ჯერ ამბობს რომ ესო არისო უგუნურობა გითხარით. მერე უფრო საშინელ სიტყვას ამბობს. ასეთი ადამიანი წესის გარეშე ცხოვრობს და ემსგავსება ღორსო, უკაცრავად ამ სიტყვას. ღორს ემსგავსება. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ნურავის ამხელ, არამედ ყველაფერში საკუთარი ბრალეულობა დაინახე. ეს მხილებას, რა თქმა უნდა, ზოგ შემთხვევაში მხილება არის აუცილებელი, მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია მდგომარეობა, გაქვს თუ არა ამის ვალდებულება, გეკუთვნის თუ არა შენ ეს რო გააკეთო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე-11 სიტყვიდან რამდენიმე სიტყვას გეტყვით კიდე. ყოველი ერის ადამიანში ამ შემთხვევაში მონაზონი ერის ადამიანზე საუბრობს და ჩვენ შეიძლება ვისაუბროთ ნებისმიერ ადამიანზე, რომელიც თუნდაც ეკლესიის გარეთ ურწმუნოებაში იმყოფება. და სასულიერო პირებმა შეიძლება ვისაუბროთ ჩვენზე, ჩვენ ამ შემთხვევაში ერისკაცზე. ერისკაცი არა იმ გაგებით, რომ ეკლესიის გარეთ ყოფი, არამედ მრევლზე. სამრევლომ და მთლიანად ჩვენ იმ ადამიანებზე, რომლებიც ეკლესიის გარეთ არიან. ანუ მე სიტყვა ერისკაცი ზოგადად, ერის ადამიანი და მრევლი სხვადასხვა რამეა. მრევლი არის სამღვდელო დასი, ანუ იგივე, რომელიც ოღონდ მეოთხე ხარისხის ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და მრევლის წევრი, რომელიც სამეფო და სამღვდელო დასია, იმიტომ რომ აზიარებელია და ქრისტეს სხეულის ორგანული ნაწილია. და არსებობს ადამიანი, რომელიც შეიძლება მონათლულია, მაგრამ ეკლესიის გარეთ დგომია. ხო, აი ფაქტურად ჩვენ შეგვიძლია ამაზე ვიფიქროთ. ყოველი ერის ადამიანის მაცდუნებელი ვერ იხილავს ნათელს, ანუ ღმერთს ვერ იხილავს. ნახეთ რამხელა პასუხისგებლობა არის ჩვენზე. უზარმაზარი პასუხისგებლობა არის ჩვენზე. ვინც რაიმე დროზე ადრე საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულს დაიწყებს, აი აქ ჩანს აი მარჯვნიდან ცდუნება, რაც გითხარით, როცა ადამიანი ღვაწლში, ლოცვაში, მარხვაში, სიკეთის ქმნაში, ქველმოქმედებაში ისეთ ტვირთს იღებს, რომლის ტვირთვა მას არ შეუძლია, მაგრამ ამას იღებს პატივმოყვარეობის გამო. მაგას მე ამას გავაკეთებ, მე ამას მივხედავ, მე შემიძლია. ვინც რაიმეს დროზე ადრე საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულს დაიწყებს, ის დროზე ადრე რას ნიშნავს? ჯერ თვითონ არ მიუღწევია იმ საზომისთვის, იგი ვერც ვერაფერს მიაღწევს და საკუთარ თავსაც მეტად ზიანს მიაყენებს. ამიტომაც არის ხოლმე, რომ მოძღვართან უნდა გადაამოწმოს ქრისტიანმა, როცა ხედავს, რომ მას განსაკუთრებულად მეტი ღვაწლი ჭირდება და უნდა უпростоრად სურვილი აქვს, მაინც უნდა გადაამოწმოს მოძღვართან. ან თქვათ ღვაწლის მომატება უნდა, ასე შემდეგ უნდა გადაამოწმოს, თუნდაც იმის გამო, რომ ამ გადამოწმებით ის თავდაბლობას ავლენს რა, თავდაბლობის გამო მეტად დაცული იქნება ეშმაკის ზემოქმედებისაგან. იმიტომ რომ ეშმაკი არის ჩასაფრებული, ყოველი ჩვენი ნაბიჯი მეტი გადადგმული ღვთისაკენ, ეს გარკვეულწილად მისთვის мотиваცია, ბოროტისთვის, რომ უფრო მეტად შეგვებრძოლოს და მისი დამარცხება შეუძლებელია გარეგანი ღვაწლით. მისი დამარცხება მხოლოდ თავდაბლობით არის შესაძლებელი. ყოველი ლოცვა, რომლის დროსაც სხეული არ იტვირთება, გული არ იმუსრება და არ მგლოვარებს, მკვდრად შობილს გავს, რადგან ამგვარი ლოცვა უსულოა. ამიტომაც არსებობს ლოცვაში ხანგრძლივობა, ლოცვაში მეტანიები და აი ეს რაც ითქვა, გულის შემოსრულება და მგლოვარება, როცა ადამიანი განიცდის ლოცვის სიტყვას. როცა სიტყვა გულიდან ამოდის და არ არის მექანიკურად წარმოთქმული. ამიტომ ნებისმიერი ლოცვა გაუაზრებლად წარმოთქმული, ის არაფერს ნიშნავს და უფრო მეტიც, როგორც მონახალი ღვთისმეტყველი ამბობს, ანდრისხებს კიდევაც ღმერთს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ლოცვის დროს ლოცვა გაცოცხლდეს ფიზიკური ღვაწლით, ეს არის მეტანიები, ხანგრძლივობა და ასევე ის თითოეული სიტყვა გულზე იყოს მიბმული. ის რაც გულზე არ არის მიბმული, ის ლოცვა არ არის. და გულზე როგორ უნდა იყოს მიბმული? როგორ და უნდა ვიმუშაოთ ამაზე და ვიშრომოთ. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ ვის წინაშე ვდგავართ და როცა რაიმეს ვამბობთ დაწერილს, რას გულისხმობს ეს დაწერილი, რას ნიშნავს ეს სიტყვა, რას ვეუბნები ღმერთს და რას ვითხოვ მისგან. მე-14 სიტყვის ერთ პატარა ფრაზას აგიკითხავთ, უფალს ყავს ისინი,
ვინც ამ სოფლად მას ემსახურებიან და მის შვილებზე ზრუნავენ. აი დღეს ღვთისმშობლის დღესასწაულია და ყოველთვის ამ დროს იკითხება სიუჟეტი მართასა და მარიამის შესახებ, როდესაც მართა ზრუნავს და შფოთავს მრავლისათვის, ხოლო მარიამმა საუკეთესო ნაწილი გამოირჩია. ეს არის მოცემულობა. მართლაც არსებობენ მართები და მარიამები ეკლესიის წიაღში, მაგრამ მართას და მარიამის ორივე ქრისტეს სულიერი შვილია და ქრისტესთან ერთობაშია და ორივე მისი ერთგულია. მაგრამ არსებობს ეს მოცემულობა ნამდვილად არის და ისააკასური ახლა როცა ამბობს უფალს ყავს ისინი ვინც ამ სოფლად მას ემსახურებიან და მის შვილებზე ზრუნავენ, ეს არიან მართები. ძირითადად ეს ადამიანები არიან ის ერის ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ეკლესიაზე. რომ ეკლესია ჩვენ ვიცით რომ თუ რწმენა გვაქვს ნამდვილი, ეს ნიშნავს რომ ჩვენ გვწამს ეკლესიის და ჩვენ გვიყვარს ეკლესია. ჩვენ ვერ დგულებთ ეკლესიას. ეკლესია ჩვენი ოჯახია, იგი ჩვენი დედაა. და რადგან იგი ადამიანებისაგანაც შედგება, არა მარტო ღმერთია, მადლი და ღმერთი და ადამიანი, ღმერთკაცობრივი ორგანიზმია. და იგი რადგან ადამიანებისაგანაც შედგება და ადამიანები რადგან ჯერ ცოლდვილნი არიან და არ არიან ცხონებულნი ეკლესიის წიაღში, არამედ ცხონების გზაზე დგანან, ამიტომ ადამიანები ცოდვიანობის გამო ცოდვებს ავლენენ კიდევაც პერიოდულად ეკლესიაში და ამიტომ ბევრი ხარვეზი შეიძლება დაინახოს ადამიანმა ეკლესიაში. მაგრამ ეს არის ოჯახი, ასევე როგორც თითოეულ თქვენგანში, მარტო ჩემში არა, თქვენშიც, ყველაში, ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. ჩვენ უნდა გავფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიწვითოთ ერთმანეთის უძლურება და ეს ჩვენი უძლურებანი, ცოდვები და ზოგ შემთხვევაში უკეთურებანიც კი გარეთ საჯარო არ გავხადოთ. არ გავხადოთ გარეთ საჯარო. იმიტომ რომ ეს ჩვენი ოჯახია, ჩვენ ერთმანეთს უნდა გავფრთხილდეთ, ერთმანეთი უნდა გვიყვარდეთ, ერთმანეთის უძლურებანი უნდა ვიტვირთოთ, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობენ ერის ადამიანები, არსებობენ მონაზვნები, არსებობენ მღვდლები, ერის ადამიანებს უფრო მეტად აქვთ ის სათნოება, რომ ეკლესია უყვარდეთ, გულისხმობ საქმე და პავლე მოციქული რო ამბობს, რომ სულიერს გაძლევ და თქვენგან მატერიალურს ვიღებთ. ანუ ეკლესიაზე ზრუნვა, ქველმოქმედება, სიკეთე, აღშენებლობა, გესმით? და არსებობენ ის ადამიანები და ხა აგზელებს. ესე იგი უფალს ემსახურებიან ამ სოფლად ეკლესიის აღშენებლობაში, მე ფიზიკურ აღშენებლობას არ გულისხმობ, მთლიანად ეკლესიის როგორც მისტიკური სხეულის აღშენებლობა, ზრუნავენ, გვერდში უდგანან და მის შვილებზე ზრუნავენ. ანუ ქრისტეს შვილებზე ზრუნავენ, ანუ ერთმანეთზე ზრუნავენ, იმიტომ რომ ეს ადამიანის ქრისტეს შვილია, ხო და ეკლესიის წევრებზე ზრუნავენ. და იმგვარნი წყავს ამორჩეულნი, რომლებიც უშუალოდ მის წინაშე მსახურობენ. განსხვავება, ანუ მარიამები, რომელიც უშუალოდ მის წინაშე მსახურობენ, ამაში შეიძლება შევიყვანოთ მონაზვნები, რომლებიც მთლიანად შეწირეს საკუთარი თავი უფალს, შეიძლება მღვდელიც დავინახოთ ამაში, რომელიც საკურთხეველში მსახურობს, მაგრამ მთლიანობაში ეს ყველაფერი წარმოადგენს ერთ დიდ ოჯახს, რომელსაც ეკლესია ქვია და აი დღეს, აი ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულია და ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, რომ ღვთისმშობელი ჩვენი დედაა და ჩვენ მისი წილხვედრი ვართ და გვახსოვდეს, რომ იმისათვის, რომ ღვთისმშობლს სათნო ვეყოთ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ეკლესია. იმიტომ რომ ეკლესიის სიყვარულის გარეშე შეუძლებელია ქრისტეს სიყვარული და ერთგულება და საერთოდ ქრისტიანობა, ქრისტიანული რწმენა ნიშნავს ეკლესიისადმი ნდობას და ეკლესიისადმი სიყვარულს. დღეს იცით როგორი დრო არის? ახლა ადრე მაგალითად ადამიანს შეიძლება მართლა შეიძლება რაღაცები არ ცოდნოდა. დღეს ყველაფერი წერია წიგნებში. ადრეს გითხარით გონი ეს. მთელი ღვთისმეტყველება, მთელი ასკეტური ლიტერატურა, იესოს ლოცვის შესახებ. ყველაფერი წერია წიგნებში. და თუ ეს როგორც ფილოსოფია მოგეწონა და კარგად გაიგე, მე იმის გადატანას ბაგეებში და ლაპარაკში რა უნდა? იმის გახმოვანებას არაფერი ჭირდება. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი შეფასების კრიტერიუმი ქრისტიანის ვარგისიანობისა არის მისი ეკლესიისადმი დამოკიდებულება როგორია. ზიარების წინა ლოცვაში რო ვკითხულობთ, რომ შენ საიდუმლობას რო არ გავცემ და იუდასავით რო არ გეამბორები.
და ჩვენ უნდა სიყვარულით ღვთისა და ერთმანეთისადმი დავძლიოთ ყველა ის პრობლემა, რომელი პრობლემების რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ ჩვენ ეს უნდა დავძლიოთ. და აი მაშინ გამოვლინდება ჩვენი სიყვარული ქრისტესადმი, ჩვენი უდიდესი პატივისცემა, პატივის მიგება და რწმენა ღვთისმშობლისადმი და დღევანდელი დღესასწაულიც ასე ამგვარად შეგვერგება. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.